არ ვფიქრობდი რამის ჩაწერას, მაგრამ მეორე მხრივ არც უთქმელობა იქნებოდა სწორი. პატრიარქის დაკარგვით საქართველომ ერთდროულად ორი რაღაცა იგრძნო და აქედან ერთი განსაკუთრებით ეს ტკივილი. ამ ადამიანის დაკარგვა ყველას ედგინა, ყველას, აბსოლუტურად ყველას. თქვენც ნახავდით, რომ ამ დღეების განმავლობაში, დღისთაც და ღამიდაც, დარშიც და წვიმაშიც, თითქოს ამით არც ჰქონდა მნიშვნელობა, ხალხი იდგა. ხალხი იდგა. ბავშვები, მოხუცები, ვისაც მოძრაობა შეეძლო და ვისაც მოძრაობა არ შეეძლო. ვისაც მოძრაობა არ შეეძლო, ისინიც კი აღარიჩნებით ცდილობდნენ ამ რამდენიმე საათიანი გზის გავლას, რომელიც შეიძლება სხვა დროს ვერც გაევლოთ. მაგრამ ამჯერად კი, იმიტომ რომ სურდათ, რომ პატრიარქი კიდევ ერთხელ ენახათ საკუთარი თვალებით და პატივისცემ გამოიხატათ. რამდენი ადამიანი იყო, ვინც რომ საქართველოში ვერ ჩამოვიდა, მაგრამ ეკრანებიდან ერთი წამით არ მოწყვეტილა ამ პროცესს და გამოხატავდნენ თავიანთ გულის ტკივილს. პატრიარქის დაკარგვით საქართველომ ასევე მეორე რაღაც იგრძნო, ეს ერთიანობა. მართალია ამ სევდიანმა მომენტმა საქართველო გაერთიანა, მაგრამ გაერთიანა ყველა. ის თითქოს საქართველო, რომელიც წინა დღეებში იყო, თქვათ, დანაწევრებული, დაყოფილი, შეხედულებების, რელიგიური წამსის, პოლიტიკური დამოკიდებულების და ასე შემდეგ, ყველა აღმოჩნდა ერთიანი. ყველა აღმოჩნდა ერთიანი ამ ადამიანის სიყვარულში. ბუნებრივია, ილია მეორე ისტორიას დარჩება და მეხარია, რომ ჩვენც ამ ისტორიის ნაწილი გავხდით.